უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება იღვრი ვაზაგაშვილის მკვლელობის ყველაზე ასე ვთქვათ, გახმაურებულ საკითხებს დღეს და პროკურატურის მიერ შემოთავაზებულ ვერსიას, რომ ეს საქმე არის გახსნილი. მე მინდა გითხრათ, რომ ერთმნიშვნელოვნად მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიგს აბსოლუტური ჩვენი მოსახლეობის მსგავსად, რომელიც ძალიან დიდი მოლოდინით და დიდი იმედით უყურებს იმ პროცესს, რომ ეს საქმე გაიხსნება. და ძალიან დიდი სურვილით, რომ ეს საქმე იქნას გახსნილი, იმიტომ რომ ერთის მხრივ იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ძალიან ასე ვთქვათ, თავხედური ქმედება დაგეგმილი ტერორისტული აქტის როგორც ფორმა, როგორც ჩატარდა, ეს იყო მაშოკირებელი საზოგადოებისათვის, ეს იყო ადამიანი მოკლეს, რომელსაც მეც წლების განმავლობაში ვიცნობდი და იყო გარკვეული სიმბოლო ბრძოლისა, შეურიგებლობისა და სამართლიანობისათვის მებრძოლი ადამიანი იყო ბატონი იური ვაზაგაშვილი. ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, თუ რატომ გვინდა, რომ ძალიან სწრაფად გაიხსნას ეს საქმე. თუმცა იმავდროულად მე კატეგორიულად მინდა დავაფიქსირო, რომ ვერანაირად დღეს ვერ შეუერთდები იმ რაღაცა აღტკინებულ განწყობას, რომ აი უკვე საქმე გახსნილია და ერთმნიშვნელოვნად ყველას შეგვიძლია დავწყნარდეთ. და ვერ შეუერთდები იმ პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ როგორ არა აბა გაიხსნებოდა ეს საქმე და აი ჩვენი ხელისუფლება როგორი წარმატებული და გამარჯვებულია. მე ისევე როგორც საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას მჭირდება გაცილებით უფრო სერიოზული და გაცილებით უფრო არგუმენტირებული დასაბუთება იმისა, ვინ ჩაიდინა ეს კვლელობა და რომ დავიჯერო, რომ ეს კვლელობა საერთოდ გაიხსნა. Facebook-ში მეგობრებში დაფიქსირება და ტელეფონის ზარის გაშვება ჩემთვის არანაირად არ იქნება ძალიან კონკრეტული და სერიოზული მტკიცებულება. მე იმედი მაქვს, რომ ეს საქმე არ დარჩება აი ესეთი უზარმაზარი კითხვის ნიშნებით და პროკურატურა გაცილებით უფრო მეტ კონკრეტულ არგუმენტს წარმოადგენს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულად არის დაკავებული დამნაშავე და კონკრეტულად ეს საქმე არის გახსნილი. მანამდე მე ყველანაირად თავ შევიკავებ, რაიმე კონკრეტული შეფასებები გავაკეთო პროკურატურის განცხადებებზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, ვითხოვ მხოლოდ და მხოლოდ ერთს, დამარწმუნოს პროკურატურამ როგორც მე, ასევე მთელი საზოგადოება, რომ კონკრეტულად რომელიღაცა ადამიანმა, კონკრეტულად ამან და ამან ჩაიდინა ეს კვლელობა, ან დაკვეთა შეასრულა, დამკვეთი ვინ იყო და ზუსტად გვითხრან და დაგვარწმუნო, რომ ეს საქმე რეალურად აი ამ ფორმით გაიხსნება. ჯერჯერობით სამწუხაროდ ვისმენთ ისეთ შეფასებებს, ისეთ გარკვეულ რაღაცა ფაქტობრივ მონაცემებს, რომლებიც ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს გვიჩენს, რაც ძალიან ცუდია თავად ამ საქმისთვის. მერწმუნეთ, იმიტომ რომ საზოგადოებაში უკვე ჩნდება განწყობა, რომ არასერიოზულობასთან გვაქვს შეიძლება საქმე და ხომ არ არის რაღაცა ვთქვათ აი ესეთი საეჭო ბევრი თემა, რომელმაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს ზოგადად აი ამ საქმის გახსნას. ამიტომ ძალიან ვთხოვ პროკურატურასაც დაფიქრდნენ, ძალიან კონკრეტულად ბევრი გაანალიზონ და შემდეგ გააკეთონ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რითი დაგვარწმუნებენ ისინი ჩვენ, რომ კონკრეტულად იური ვაზაგაშვილის საქმე და მკვლელობა არის გახსნილი. კიდევ ამბობ, მე ველოდები ერთმნიშვნელოვნად და ძალიან დიდი იმედით, რომ ეს საქმე გაიხსნება. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ მივიღებ არგუმენტებს, რომელსაც დავინახავ, რომ ეს არის სარწმუნო. სასამართლოს თავმჯდომარეზე მინდა გითხოთ, თუ გყავთ თქვენ კონკრეტული კანდიდატურა შერჩეული და თუ შეგიძლიათ რომ დაასახელოთ და რა არის შესაძლებელი სასამართლოში? ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ რაც უფრო მეტად დისტანცირებული იქნება კონკრეტული კანდიდატი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პოლიტიკისაგან, ეს ხელს შეუწყობს უპირველეს ყოვლისა მას წარმატებულად გაართვას თავის საქმიანობას და დაეხმარება ეს ასე ვთქვათ ზეპარტიულობა და დისტანცირება პოლიტიკისაგან. და როდესაც მას მიეცემა ამის საშუალება მაქსიმალურად კარგად ეს ძალიან წარმატებულად აისახება ზოგადად სასამართლო სისტემას. ამიტომ მე არ ვთვლი საჭიროდ და არ ვთვლი სწორად პოლიტიკური პარტიების მხრიდან პოლიტიკურად ანგაჟირებული და პოლიტიკური პარტიის წევრების წარდგენას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე და პრეზიდენტისათვის ამის მიწოდებას. პირველი, როდესაც თვითონ ხელისუფლებამ და იუსტიციის მინისტრმა გააკეთეს განცხადება, რომ კარგი იქნებოდა, რომ ეს კანდიდატი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ყველანაირად დაეხმარება იუსტიციის მინისტრს თავის ინტერესების გატარებაში და თავის საქმის კეთებაში, ანუ რაღაცა ძალიან ესეთი
დაქვემდებარებული რაღაცა უწყების თითქოს თავმჯდომარეს ვირჩევდეთ იუსტიციის სამინისტროსთან. ეს იყო პირველი შეცდომა ხელისუფლების მხრიდან დაშვებული, რომელმაც პირველმა მოახდინა პოლიტიზირება თემის. და მე ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად მიმაჩნია ის დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომლებიც ემიჯნებიან ამ ფორმატს. შესაბამისად, მე დიდი იმედი მაქვს, რომ მართლაც მოხდება ადამიანის არჩევა, რომელიც არ იქნება პოლიტიზირებული, არ იქნება მიკერძოებული. და ველოდები ერთმნიშვნელოვნად იმას, რომ ამ ახალი თავმჯდომარის პირობებში კიდევ უფრო მაქსიმალურად მოხდება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ჩვენ როგორ ვითარებაში ვართ? მთელი ბოლო არა 2003-დან 2012 წლამდე ვიყავით იმ მდგომარეობაში, როდესაც ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად 100%-ით აკონტროლებდა სასამართლო სისტემას და მთლიანად ჯიბეში ჰქონდა ეს სისტემა და არავითარ სამართლიან სასამართლოზე ლაპარაკიც არ იყო, ეს სისტემა გადაქცეული იყო, საერთოდ საგადასახადო სისტემად იყო გადაქცეული და ფულის აკეთებელ სისტემად და სადამდეც მივედით კი იცით ევროპაში პირველები ვიყავით პატიმრების რაოდენობით. შესაბამისად 2012 წლიდან მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც წინა ხელისუფლების ერთგული კადრი მართავდა კოტე კუბლაშვილი სასამართლოს დღემდე და გარკვეულწილად შეიქმნა ასე ვთქვათ ობიექტური გადაწყვეტილებების ერთგვარი ილუზია სასამართლოში, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით, რასაც ასრულებდა კოტე კუბლაშვილი, ის არ ემთხვეოდა დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებს, ხდებოდა რომ ისეთი საქმეები წარმოჩინდა, რომ სასამართლომ გაამტყუნა ესა თუ ის თუ იმ საქმეში თავრობის მხარე, თქვათ ესა თუ ის სამინისტრო და გაამართლა თქვათ ის ადამიანი, ვინც ედავებოდა სამინისტროს და შეიქმნა ნამდვილად ერთმნიშვნელოვნად განწყობა, რომ აი სასამართლო დამოუკიდებელი გახდა. მერწმუნეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ახალი ეტაპი, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება და პარლამენტი აირჩევენ კონკრეტულ ადამიანს, თავმჯდომარედ უზენაეს სასამართლოსი და მის პირობებში თუ მოხერხდება და გაგრძელდება ის პრაქტიკა, როდესაც ადამიანები თავრობას ან სამინისტროებს მოუგებენ სასამართლოებს და კონკრეტულად ადამიანებს გაუჩნდებათ იმის განწყობა, რომ რეალურად დამოუკიდებლობის ფორმატი შეიქმნა, აი მაშინ ვისაუბრებთ უკვე ცოტა წელში გამართულები, რომ რაღაცა წინ გადადგა ნაბიჯი. ნახოთ, თავისის თავმჯდომარის პირობებში ხელისუფლება როგორ მოახერხებს იმას, რომ არ ჩაიდებს ჯიბეში სასამართლოს. ამას ალბათ დაახლოებით რამდენიმე თვეში უკვე გარკვეული ასე ვთქვათ წინაპირობები ამისა უკვე იქნება, რომ რაღაც ანალიზი გავაკეთოთ. იცით, ბევრი ადამიანია სიმართლე გითხრათ. მართლა ღირსეული ბევრი ადამიანია ამ ქვეყანაში, თავისი გამოცდილებით, თავისი პროფესიონალიზმით, თავისი საქმის ცოდნით, თავისი ავტორიტეტით, საზოგადოების მხრიდან დობის თვალსაჩინოთაც, რომელსაც ღირსეულად შეუძლია რეალურად წარმართოს საქმე, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ჰქვია. მე რო დავასახელო ახლა ვინმე და მე უცებ აღმოჩნდეს, რომ შემთხვევით ეს ადამიანი გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მერწმუნეთ ამ ადამიანს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება, იმიტომ რომ აი მაშინვე მისი პოლიტიზირების თემას დაუკავშირებენ და საერთოდ როგორი ვითარება გვაქვს დღეს ჩვენ გაერთიანებულ დემოკრატებს, რაღაცა ისეთი სერიოზული პიარი გვაქვს აგორებული იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ოპოზიციაში კი არ ხელისუფლებაში ვართ თითქოს უკვე და მართავთ ამ ქვეყანას და ბიძინა ივანიშვილმა ხლად გადაგვაბარა ეს ქვეყანა და ასე შემდეგ, იმის გამო რომ რამდენიმე ყოფილი დემოკრატიული მოძრაობის წევრი წარსულში დღეს აღმოჩნდა ქართულ ოცნებაში სრულიად ამ შემთხვევაში ყოველგვარი პოლიტიკური რაღაცა ხლართვის გარეშე. უბრალოდ გადავიდა დიდი ხნის წინ ადამიანი სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციაში და შესაბამისად, ამიტომ ახლა რომელიმე ადამიანის დასახელებამ არ გამოიწვიოს ახლა იმ ადამიანის კონკრეტულად პოლიტიზირება და კიდევ ამბობ, ბევრი ადამიანია, რომელსაც ნამდვილად გულწრფელად ვისურვებდი ამ თანამდებობაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შეძლებს. მაგ მხრივ არა ვართ ძალიან ღარიბი ქვეყანა.